მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ვაკეთებთ განცხადებას გამოფხილებას ხელისუფლების მიმართ, რომელიც ეხება საკუთრების უფლების უხეშად დარღვევას. მიუხედავად არაერთი ძალის ხმევისა, საქართველოში ხელისუფლებისაგან გრძელდება საკუთარი მოსახლეობის აბუჩად აგდება, დაწიოკება და საკუთრების ხელყოფა. აღნიშნული კი ხორციელდება ყველა სფეროში ძალოვანი სტრუქტურების ჩართვით. მოცემულ შემთხვევაში სამეგრელოზე მოსვანეთის საოლქო პროკურატურის მეშვეობით. ამით არებაში ცალკეული სახელმწიფო უწყებები, როგორიც არის საჯარო რეესტრის სააგენტო და მისი სამსახურები, აბსოლუტურად უუფლებო, უსუსურ და სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ არ აქვთ პასუხი იმ საკითხებზე, რომლებზეც მხოლოდ საჯარო რეესტრს უნდა ჰქონდეს. პასუხი უნდა გასცეს მოსახლეობას, გასცეს ამონაწერი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე. ისინი მხოლოდ მხრებს იჩაჩავენ და ხელებს მაღლა იშვერენ. და ეს მაშინ, როდესაც კანონის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უთქვარობის პრეზუმპცია, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად და მისი ნამდვილობის პრეზუმპცია ნიშნავს მის ხელშეუხლებლობას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ძალადობას სამეგრელოში საზღვარი არ აქვს. ერგეტაში, განუხურში, ანაკლიაში ძირძველ მოსახლეობას საკუთრებას ართმევენ. ჯალალედინი იყო უცხოტობის წარმომადგენელი გადამთიელი, რომელიც აწიოკებდა, აოხრებდა და ნასახლარად აქცევდა საქართველოს კუთხეებს. კოლხეთის ამაყი მოსახლეობა არ დაანებებს მიშა სააკაშვილის ღირსების ასე შელახვას, აბუჩად აგდებას და საკუთარი ბუდეების მოშლას. არავინ არის შენების წინააღმდეგი, მაგრამ არა საკუთარი მოსახლეობის ძარცვა გლეჯვის ხარჯზე. თუ სახელმწიფო სჭირდება მისი მოქალაქის საკუთრება, ასეთ შემთხვევაში ღირსეული კომპენსაცია უნდა შესთავაზოს მას. ეს საკითხი არ არის ერთი რომელიმე ოპოზიციური პარტიის ან რეგიონის წარმომადგენლის პრობლემა, არამედ ესაა სრულიად საქართველოს მოსახლეობის პრობლემა და ქართველი ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ხალხს აქვს უსამართლობის და პროტესტის განცდა, შესაბამისად იმედია, ხელისუფლება მოეგება გონს და შეწყვეტს საკუთარი მოსახლეობის ტერორს, შეწყვეტს დემოკრატიის თამაშს და არეალურ სამყაროში ყოფნას. ხელისუფლების ყოველი უკანონო ქმედება იქნება მხილებული ყველა დონეზე, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ადგილზე ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფებს მიეწოდება მასალები და განმარტებები. ყველა დონის შეხვედრაზე დაიდება ფაქტები და მასალები. საქმეები წარიმართება სასამართლოში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელშეწყობით. პარალელურად პროკურატურის ორგანოების წინაშე დაისმება საკითხი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყობის თაობაზე, თუნდაც იმისთვის, რომ დავის სამართლებრივი მხარე იყოს მოწესრიგებული. სხვა ილუზია, რომ საკუთარ თავს დასჯიან, ჩვენ არ აგვაქვს. დაბოლოს, საზოგადოება ელოდება პასუხს ხელისუფლებისაგან ადეკვატურს და თუ არ მიიღებს ჩვეულ დემაგოგიურ გამოხტომას, რომელიც როგორც წესი ყოველთვის შეიცავს ცინიზმის კულმინაციას. როგორც ეს ვიხილეთ ამ ბოლო დროს კიდევ ერთხელ ეგრეთ წოდებულ სამთავრობო საათზე. აქედან გამომდინარე, ანაკლის, განუხურის, ერგეტის, ამჟამად სამეგრელოს რეგიონში ცხოვრები მოსახლეობის თითქმის 90% ითხოვს სამართლიანობას, ითხოვს მათ საკუთრებაზე კომპენსაციის გაცემას, თუ ეს სჭირდება ხელისუფლება. თუ არა და ხელები შორს მოქალაქეების საკუთრებისაგან. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საკუთრების ხელყოფა და თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, რა საკუთრებაზეა საუბარი, რატომ არ გასცა საჯარო რეესტრმა ის საბუთები, რომელსაც თქვენ აღვთ, კონკრეტულად რა საკუთრებაზეა საუბარი? მე ახლა აღვნიშნე, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონებაზე არსებობს პრეზუმპცია. ეს ნიშნავს ხელშეუხლებლობას გატარებულ ქონებაზე, რეგისტრირებულ ქონებაზე. მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან დღეს, რეგისტრირებული აქვთ თავიანთი ქონება საჯარო რეესტრში, სხვადასხვა საჭიროებასთან დაკავშირებით, ზოგს ავადმყოფი ხარ სახლში და იპოთეკით უნდა დატვირთოს, სესხი მიიღოს, ამ შენებლობა დაიწყოს, რომ რამე გააკეთოს თავის საკუთრებით ისარგებლოს. ამისთვის ელემენტარულად ჭირდება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. რისი მიღების საშუალებაც ამ ხალხს არ აქვს. ყველამ ადამიანს გააჩნია დოკუმენტი, გააჩნია ქვითარიც, რომ მიმართეს და გადაიხადოს შესაბამისი თანხა, რომ მიიღოთ ამონაწერი, მაგრამ არ არის პასუხი არც წერილობითი. პირადად დათო უსუფაშვილი, ჩვენი პარტიის ლიდერი, ადგილზე იყო საჯარო რეესტრში, რომ მარტო მხრები აიჩეჩეს, მეტი მათ პასუხი არ აქვს და ხელებს მაღლა იშვენ.
როდენდეში ეს ორგანო, რომელიც არის სახელმწიფო სტრუქტურა და ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო რეესტრმა გასცეს ერთადერთი ამონაწერი, ამის საშუალება მას არ აქვს და ამას განაგებს ელემენტარულად პროკურატურა, ყველა ვიცით სამეგრელოში და სრულიად საქართველოში, რომ მიწების და საკუთრების წართმევის თუ შუქების საკითხს თვითონ ხელმძღვანელობს პროკურატურა. ზუგდიდში რა თქმა უნდა საოლქო პროკურატურა ამის ხელმძღვანელობა. ამის დამადასტურებელი ფაქტები და ჩვენ გვაქვს ის ფაქტები, რომ ადგილზე გვაქვს დოკუმენტები, აი აგერ არის ეს ხალხი, არის უმრავლესობა ადამიანების, რომლებიც ჯერ კიდევ არ შემოუერთდნენ ამათ იმ დიდი სინდრომის, რასაც ქვია შიშის გამო, თუმცა აი ეს ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ კარგავენ თავიანთ საკუთრებას, კარგავენ თავიანთ ბუდეებს და მომავალში თავიანთი შვილების რუკმას, მზად არიან იმისათვის, რომ ამხილონ, აქვთ აგერ დოკუმენტები, ჩვენ ამ დოკუმენტებს დღეს წარვადგენთ, ისე 4 საათზე შეხვედრა გვაქვს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფთან, რომელიც ასევე დაინტერესებული არიან ამ დოკუმენტების გაცნობით. ჩვენ წარვადგენთ ამ დოკუმენტებს ამ ხალხთან ერთად სახალხო დამცველის აპარატში დღეს დაგეგმილია შეხვედრა და დღეს უკვე აგერ გზაში არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებიც სამართლებრივი კუთხით გააგრძელებენ ამ თემას, ამ საკითხს, იმიტომ რომ თუ ხელისუფლება არ გააგრძელებს ხელყოფას საკუთრების, რომ სამართლებრივი მხარე იყოს მოწესრიგებული, დღეს თუ არა ხვალ ხელისუფლება ამისთვის და უკვე ეს ხელისუფლება თუ არ იქნება, უკვე სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი და ამ ხალხს უნდა მიეცეს კომპენსაცია. ჩვენ ერთი მინდა გავმარტო განსაკუთრებულად, რომ არავინ არ არის შენების წინააღმდეგი, კარგია კარგი პროექტები, მაგრამ უფასოდ არ უნდა მივცეთ ეს ჩვენი მოსახლეობის ძარცვაგლეჯის ხარჯზე ვინმეს. ეკლიაში ტერიტორიულად სად არის ეს მიწები? არის თუ არა იქ სადაც მშენებლობაა? არ არის იქ ჯერჯერობით არ არის. აი ეს კითხვა, თვითონ ამ ხალხსაცები, ეს მიწები არის ჩვეულებრივად სოფელ ანაკლის ტერიტორიაზე, ზოგიერთი მიწა არც არის ისეთ ადგილას, სადაც დაუშვათ სანაპირო ზოლია, მაგრამ არ აძლევს ამონაწილს, ძალიან დასაკვირია, იქაც რატო არ აძლევს ამონაწილს, სადაც უკვე მოსახლეობა ცხოვრობს, სახლია აშენებული. და ჯერი არანაირი სახლია, თავისია და იმის ამონაწილსაც არ აძლევს, ცხოვრობში. და იმის ამონაწილე, ეს არის გასაკვირი, რა ხდება იქ და მომავალში საკუთარი სახლებიდანაც გამოყარონ? ბატონო. მოიცეცან დაგირეკავ პრესოფერენციას. ქალბატონო ნუნა, მე ხლა არ მაქვს მის საშუალება, რომ საჯარო რეესტრის ვიცოდე ჯერჯერობით. საჯარო რეესტრმა უნდა გასცეს ამას პასუხი. თქვენ ალბათ იხავით უკვე. რა თქმა უნდა. რა პასუხი მიიღეთ საჯარო რეესტრს? საჯარო რეესტრში შევდივართ წერილობით, იქ ხდება ყველაფერი წერილობით, მაგრამ რაიმე სახის განცხადება წერილობით რო შეიტანო, უნდა გადაიხადო თანხაც. ეს თანხების გადახდილია ამ ხალხს ქვითრები, რომ შესაბამისად მიიღონ წერილობითი პასუხი. ან უარი, ან ამონაწილი. არც პასუხი და არც წერილობითი უარი. კი ბატონო, მე ეს ეხლა ის ქვითრებიც გადავიღოთ, პარემ. ეს არის ხო? კი, გადავიღოთ. არა, თქვენ ვერ გადავიღეთ, მე კამერის გადავიღეთ. ქალბატონო, მე ახლა კაი ხო რა საბირა ახლა როგორ ფიქრობთ ახლა ხელისუფლება რა იმედი და ის იმედი და ჩვენ ერთი თქმა შეგვიძლია დამატებით, რომ ამ ხალხს აქვს უსამართლობის განცდა. ამ ხალხს აქვს პროტესტის განცდა. ჩვენი სურვილია, რომ იმას, რასაც ხელისუფლება ჩუმად აკეთებს, შეფარვით აკეთებს, აღარ გააგრძელოს. ჩვენ არავის მტერი არ ვართ. ჩვენ გვინდა რომ ასე არ იქცეოდეს ხელისუფლება და გვინდა იბოჭებოდეს კანონი და პირველ რიგში ხელისუფლება უნდა ასრულებდეს კანონს და არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის დაკრიოკების ხარჯზე ვიღაცა გაახალო. შეიძლება მომავალში ეს პროექტი კარგია, მაგრამ მიეცი ამ ხალხს კომპენსაცია. ღირსეული კომპენსაცია ეს ხო შენი მოსახლეობა, შენი მოქალაქეებია. ამას ვითხოვთ მეტი არაფერი. ანუ ეგ არის ელემენტარულად ის თემა, რომლის გაფიქრებასაც კი არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ ქვეყანაში არავინ არ აპატიებდა და არ შეიძლება ამის გაგრძელება და ამაზე პასუხი არის. მე ვთქვი როგორ ვაგრძელებთ ეს დაწყებულია. ჩვენ გვინდებს აგერ წერილი, ჩვენმა ზემდგომმა პარტიის პროტესტის ფორმებს მიმართავენ. არა, პროტესტი იქამდეც მივა საკუთრივ სხვა საშველი არ არის, მაგრამ ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ეს მიუმართავთ. ჩვენ ახლა გამაფრთხილებელ ამ ბრიფინგს იმიტომ უწოდებთ, რომ ხელისუფლება მოვიდეს, გონს მოეგოს რა. ამ ხალხს მისცეს კომპენსაცია. მისცეს კომპენსაცია და გამოიყენოს მე ეს მიწები შესაბამისად რისთვისაც სჭირდება. მაგრამ არ შეიძლება ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლში აშენებულში ცხოვრობს უკვე და იმასაც, რომელიც რეგისტრირებულია საჯაროდ და იმასაც არ აძლევდა ამონაწილს. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. არ ვიცი რა უწოდოთ დანაშაული ხელისუფლების მხრიდან და ასე გაგრძელება არ შეიძლება. იმიტომ რომ ვიღაცამ ხო უნდა აგემაგოს სხვა და ამ ხალხმა პირველ რიგში რომ ასე სხვაგანაც არ ხდებოდეს.
ამიტომ ჩვენ დღეს მოწვეული ყავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. სამართლებრივად ჩვენ ვაკეთებთ დღეს პოლიტიკურ განცხადებას, ჩვენ ვპირდებთ ამ ხალხს, რომ არც ერთი ფაქტი, რომელიც ჩვენამდე მოვა და რომელიც ინფორმაციასაც ჩვენ მოგაცდიან, ჩვენი მხრიდან არ იქნება დაფარული, იქნება მხილებული ყველა დონეზე. ანუ რატო ვამბობ ყველა დონეზე? ვამბობ იმას, რომ ეს ფაქტები ყველა დონის შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაიდება ფაქტები და იქნება მასალები. აი დღესვე იდება ფაქტები ჩვენი ადგილზე მონიტორინგის წარმომადგენელთან, სახალხო დამცველის აპარატთან, რაც ჩვენ შეგვიძლია ეს არის. ჩვენ შეგვიძლია სამართლებრივი დახმარება აღწეროთ. კი ბატონო ვაკეთებთ და პარალელურად პროკურატურაში შეგვაქვს, მაგრამ პროკურატურა აკეთებს თავად ახლა საკუთარ თავს ხო არ დაჭირს. ესეც ვიცით, მაგრამ ჩვენ სამართლებრივი მხარე გვინდა მოწესრიგებული იყოს, რომ უცვლელი არაფერია და ეს დადებული და გაკეთებული უნდა კონდეს ამ ხალხს, რომ აბსოლუტურად არ დაგაგო. და განცდა პროტესტის ნამდვილად რო არის საკუთრების უფლების დარღვევაზე, ამას წინათ გაკეთებულ შეხვედრაზეც ანაკლიაში აშკარად ჩანდა, იქ ერთადახებაზე 70 კაცი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს დაარბიეს. იმ დღეს იქ მოასწრო პოლიციამ მისვა დააშინეს ხალხში მანქანებიანი ხალხი სახში გააგზავნეს და ასე შემდეგ. იმ დღესვე და იმის შემდეგ, როგორც მე მათ ინფორმაცია დააჯარიმეს კიდევ ის ხალხი, ვინც იქ მანქანით გამოვიდა. მიუხედავად ამისა, ამ ხალხს აქვს გაცდა თვითონ იწვია, თვითონ დაეკითხეთ თუ გინდათ იმის გაცდა, რომ ისინი არ გათხოვენ თავიანთ ძირძველ მიწას, თავიანთ ბუდეს, თავიანთ საძირკველს. ასე უმსგავსოდ არავის არ მისცემს და მით უმეტეს არ დაუთმობენ ამ ხელისუფლებას ასე აბუჩად აღდებას. აი ამისი განცხადება გვინდოდა ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ და ვაკეთებთ ამ განცხადებას კიდევ ერთხელ. პრობლემა ის არის, რომ ადამიანის საკუთრებაში გატარებული აქვს საჯარო რეჟიმი, მე გითხოვ ხელისუფლებისგან,ისთვის გვინდა ეს საჯარო რეჟიმი. რა ფუნქცია აქვს თუ არა პრეზუმპცია, აქვს თუ არა იმის ფუნქცია, რომ ხელისუფლებას გარანტიას აძლევს თავის მოსახლეობას, რომელსაც გატარებული აქვს საჯარო რეჟიმის საკუთრება, ის იქნება ხელშეუხლებელი. პირიქით ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, რომელსაც ელექტრონული ვერსიაც კი გააჩნიათ, არ აძლევენ ამონაცებს. და ეუბნებიან, რომ არა, ვერ გაგცემთ. ჩვენ გვითხოვთ პასუხს, რატო? რა ხდება? პასუხი არ საიდან არ არის. ახლა ვითხოვთ პასუხს, ეს მისცეს ხელისუფლებასაც. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ჩვენ კი ბატონო ვაკეთებთ ამ განცხადებას, ამ ხალხის დასახმარებლად ყველა პასუხი რაც ჩვენს ხელშია, მაგრამ იმავდროულად ვაკეთებთ იმას, რომ სამართლებრივი მხარე იყოს მოწესრიგებული. წავა სამრჩევლების სასამართლოში ყველა ინსტანციაში, უკეთ ევროპის სასამართლოში ჩატარდეს. ეხლა ჩვენ ჩავდივართ. სადავ გიგა, იმას უფრო ხელი არ შეუშალო. საკურორტო ზონა რო არის. რეალური ფასი ხო, მაგრამ ეს კამერას უნდა უყუროს, გამიგე, ეხლა კამერა გამოჩნდება იქ. რა უშავს, მიკროფონი ხო არ ჩანს იქ. ეხლა ბუთი. ქალბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თემა, რომელზეც თქვენ საუბრეთ. კარგად არის, კარგად არის. და აი მაინტერესებს ზეწება საკუთრების ხელყოფა. ადამიანის საქმეების საკუთრებას გამოკურში, ანაკლიაში, ერგეტაში. აი ეს ადამიანები მზად არიან იმისათვის, რომ არ დაამტკიცოს მიშა სააკაშვილს. თავიანთი ბუდებიდან აღდგა და აქვს პროტესტის განცდა, აქვს სამართლიანობის განცდა. ქალბატონო, კონკრეტულად ძალიან განკონკრეტეთ. რისთვის იბრძვით თქვენ ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ შეწყდეს ხელყოფა საკუთრების უფლების. ვიბრძვით ამისთვის, რომ ადამიანებს დავანებოთ თავი, მოსახლეობას დავანებოთ თავი და ნუ ვაგრძელებთ ძარცვა გრეჭას. გასაგებია, ქალბატონო, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე? რა უნდა ამ ხალხს აი ეს მითხარით კონკრეტულად? ამ ხალხს უნდა თავისი საკუთრებით რეალიზაცია, ანუ თავისი საკუთრებით სარგებლობა. ამის საშუალებას ხელისუფლება არ აძლევს. თუ ის მისი საკუთრება შეიძლება იპოთეკით დაიბრძოს, შეიძლება გააჩუქოს, გაკიდოს, ელემენტარულად ამის საშუალება ამათ არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯარო რეჟიმში არ ეკისრებული. სწორედ ამას ითხოვენ, რომ საკუთრების ხელყოფას თავი დაანებოს ხელისუფლება. ესე იგი საჯარო რეესტრი არ აძლევს მათ რაღაც კონკრეტულ საკუთრებას. ანუ საჯარო რეესტრს აქვს ის მნიშვნელობა, რომ ეს არის პრეზუმპცია, ანუ ნიშნავს იმას, რომ ხელშეუხლებელია საჯარო რეესტრში გატარებული ქონება. ამას არ ასრულებს საჯარო რეესტრი არც ხელისუფლება. პირიქით ხელშეუხლებელია კი არა წარქმეულია რა ვიცი ახლა. რას აპირებთ თქვენ როგორც რესპუბლიკური პარტია, რომელიც ვაპირებთ ყველა ასეთი ფაქტის მხილებას. ყველა დონეზე საერთაშორისო ორგანიზაციების დაუდებთ მასალებს, ფაქტებს, ვაპირებთ სამართლებრივი კუთხით ბრძოლას. ადგილობრივ სასამართლო თუმცა იმედია რა გვაქვს პროკურატურის ორგანოებში, რომ აქაც იყოს დევნად დაწყებული იმ ადამიანების მიმართ, რომლის ამას ფიზიკურად ახორციელებენ და ამას აკეთებს ძალოვანი სტრუქტურების ძირითადად და იმის ილუზია რა გვაქვს. რა შემოშია ძალოვანი სტრუქტურა საჯარო რეესტრი თუ არ აძლევს? დიახ, საჯარო რეესტრი ზევით იშვებს ხელს და ხელს იჩენს. არ აქვს იმის უფლება რომ გასცეს. ანუ ბრძანება აქვს ისეთი სიტყვიერი
რომ ვერ აძლევს. თორე ამ მოწერი რო შეხვიდეთ დღესაც იქ ჩანს რომ რეგისტრირებულია ცვლილება, ისე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საჯარო რეჟიმში თავად ნახოს ეს.